სალამ მეგობრებო, მე ნინი ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც შეგხვდებათ უამრავი საინტერესო სავარჯიშო კომპლექსი. დღეს გვექნება ზედატანზე ორიენტირებული ვარჯიში, უფრო ბიცეპსზე, ტრიცეპსზე, მხრებზე, რომლისთვისაც მე პირადად გამოვიყენებ ესეთ ბუბლიკებს. ჰანტელი სამწუხაროდ თან არ მაქვს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ გაქვთ კილოიანი, 2 კილოიანი, 3 კილოიანი ჰანტელები. ასეთი წონები, რომელიც შეგიძლიათ დაიმაგროთ ესე კლავებზე, ან თუ არც ერთი არ მოგეპოვებათ სახში, მაშინ შეგიძლიათ 9 ლიტრიანი ან ლიტრიანი ბოთლები აიღოთ, საავსოთ წყლით, ან თუ კერძო სახლი გაქვთ, ქვიშით. დავიწყოთ. ვიწყებთ გახურებით ზედატანის. ხელები დავიდოთ მუხლებთან, გავიდეთ უკან, ამოვიდეთ. 1 ამოსუნთქვა 2 3 4 5 6 7 8 ერთი ხელი იატაკზე გადავდივართ მეორე 3 4 5 6 7 და 8 შემოbrუნდებით, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ იმ პოზაში, რა პოზაშიც ხართ, შევკრათ უკან ხელი, მოვადუნოთ, გავჭიმოთ, მოვადუნოთ 3 4 5 6 7 და 8 გავჭიმოთ, ავიტანოთ უკან და გადავიდეთ წინ, ესე. შეგიძლიათ შუბლი მოათავსოთ იატაკზე და ხელი გადაიტანოთ უფრო უკან. თუ ეს ძალიან მაღლა თქვენი მოქნილობისთვის, მაშინ დატოვეთ ქვემოთ. ან თუ ფეხები არ გემორჩილებათ და ძალიან დიდი ამპლიტუდაა თქვენთვის, მაშინ ფეხებს შორის მოაქციეთ იოგას კუბი, ბალიში, პირსახოცი, რაიმე შემაღლება და ესე ბევრად უფრო მარტივი იქნება. ჩამოვწიოთ ქვემოთ. ამოვიდეთ. გავსწორდეთ 1 2 შეკრული ბოქლომი გავიტანოთ უკან 4 5 6 7 და 8 გავათავისუფლოთ ხელები. უკვე ვიწყებთ მთავარ კომპლექსს. მე ავიღებ როგორც გითხარით ბუბლიკებს. თქვენ შეგიძლიათ მოთავსდეთ როგორც ესე მუხლებზე, ისე საჯდომი გადაიტანოთ ქუსლებზე, ოღონდ ქუსლები არავითარ შემთხვევაში ეს გამოყრილი არ გაქვთ. ხართ ესე გასწორებულები, შიგნით იყურება ქუსლები და ფეხის წვერი იატაკზე ამოთავსებული. თუ ეს პოზიცია თქვენთვის ძალიან დიდ მოქნილობას მოითხოვს, მაშინ ან ასე გაჩერდით, ან მთლიანად წამოდექით ფეხზე. ეს უკვე თქვენზეა ბოლომდე დამოკიდებული. მე იმის მიხედვით რა კუთხიდან მინდა რომ გაჩვენოთ ვარჯიშები, ვიტრიალებ ხოლმე, ხან წინიდან გაჩვენებთ, ხან გვერდიდან, თქვენ ერთ პოზაში იყავით, არ არის აუცილებელი რომ ჩემს მოძრაობებს, ჩემს შემოbrunებებს, ასე ვთქვათ, აყვეთ. პირველი მოძრაობისთვის, ესე იდაყვები გვაქვს გვერდებთან მოთავსებული. ჩემ შემთხვევაში ეს ჰანტელები ესე ზემოთ, ბუბლიკები ზემოთ იყურება. თუ ჰანტელები გიჭირავთ ასე შეკრული მუშტიც იყურება ზემოთ, თუ უბრალოდ წონები გიკეთიათ ხელზე, ამ შემთხვევაშიც მოკლედ ზემოთ იყურება მუჭი. ესე პრესი გაქვთ შემოკეცილი მაქსიმალურად. გადავშალოთ, დავაბრუნოთ 1 2 3 4 5 6 7 8
გადავშალოთ ოდნავ პულსებით გვერდზე 3 4 5 6 7 8 1 8 2 3 4 5 6 7 და 8 გადაშლილი ავიტანოთ გვერდზე შემოვკეცოთ კვლავ 1 2 სუნთქვავთ თან ამოსუნთქვამ დროს ჩასუნთქვა 4 5 6 7 8 დავტოვოთ გვერდზე ქვემოთ ზემოთ 1 2 3 4 5 6 7 8 ზემოთ ქვემოთ ზემოთ ქვემოთ 5 6 7 8 ავიტანოთ ზემოთ შევკრათ ხელი უკან 2 3 4 5 6 7 8 გავხსნათ ჩამოვიტანოთ ბოლომდე შემოვაბრუნოთ ავიტანოთ ზემოთ 1 2 3 4 5 6 7 8 ჩამოვიტანოთ ზემოთ ქვემოთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვა 5 6 7 8 ავიტანოთ ზემოთ აქედან 1 2 ორივე 1 2 ორივე 1 2 ორივე 1 2 და ორივე ჩამოვიტანოთ მოვდუნდეთ დავათავსოთ იატაკზე ბუბლიკები დავდგეთ აი ესე 4-ზე გადავიტანოთ ზურგი უკან დავბრუნდეთ 1 2 3 4 5 6 7 8 ფეხის წვერები გავშალოთ 3 4 5 ვინც შემსაბით ისხედით ძალიან სტატიკურ პოზიციაში მოუწიათ ტერფებს, ამიტომ ცოტა გავამუშაოთ 8 ხო, აქ გახსენებთ, რომ მუხლები არის მენჯების ქვემოთ, ხოლო ხელები არის მხრების ქვემოთ. აი ესე, ფეხის წვერებზე ავდივართ ზემოთ, ჩამოვდივართ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 ავიდეთ 2 3 4 5 6 7 8 ჩამოვიდეთ გავშალოთ ფეხები გადავიდეთ ერთ მხარეს მეორე მხარეს ჩერდებით ერთ მხარეს გადასულები აი ესე შემდეგ მეორე მხარეს გავსწორდეთ ხელები აი ესე წინ მოადუნეთ ზურგი კარგად
დაისვენეთ მაქსიმალურად. ამოვიდეთ. ახლა უფრო წინ გაიტანეთ ხელები. ესე 2 3 4 5 6 7 და 8 თხილად ამოიტანეთ. მეორეც აქედან დაკვირდით. შევიტანოთ ხელი. მეორე ხელი ზემოდან ესე 3 4 5 6 7 8 ჩამოვიტანოთ. გამოვაცუროთ. მეორე შევაცუროთ. გადავიტანოთ ხელი უკან. 5 6 7 და 8 მოვიტანოთ ხელი. გამოვაცუროთ. ასე მოთავსდები. ავიღოთ ხელი უკან. თავს უკან ეს შემოკეცილი. მეორე ხელი იდაყთან. ესე 3 4 5 6 7 8 მეორე მხარეს 1 2 3 4 5 6 7 და 8 გავათავისუფლოთ და ჩამოვიტანოთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. არ გავიწყდება ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. აბა თქვენიცით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.